რეპორტაჟი, რომელიც ყველა მშობელმა უნდა ნახოს, Roblox-ი, Minecraft-ი, Discord-ი, სათამაშო პლატფორმები, რომლებსაც ჩვენი შვილები ყოველდღიურად იყენებენ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დანაშაულებრივი დაჯგუფების იარაღად იქცა. მოგესალმებით მეგობრებო, სულ ყველას, მე ვარ რაზორ რებალი. დღეს Roblox Studios სამწუხაროდ ვერ გადავიღებთ, მაგრამ მინდა ვისაუბრო მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც უკვე ძალიან ბევრჯერ გავცელდა. ალბათ ბევრმა გაიგო, მაგრამ ვინც ვერ გაიგო, იმაზე დეტალურად ვახსნი, ვიდრე ვინც ნახა ტელევიზიაში რა მოკლედ. და თხოვნა მაქვს მეგობრებო, ვინც Roblox თამაშობთ და მით უმეტეს ბავშვები ხართ, ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს, რადგან ძალიან გამოგადგება. ისე დიდ საფრთხეში ხართ, რომ მეც კი ხვდებით. მოკლედ, ეტაპებად დავყოფ და ყველაფერს ავხსნი რა მოკლედ. მოდით ახლა დავიწყოთ ვიდეოთი და არ შემჩნიოთ თუ როგორ თამაშობ, რადგან კომპიუტერი მილაგოს. 764. მოდი დავიწყოთ მისი ახსნით თუ რა არის, რა ორგანიზაცია და რა ჯანდაბას აკეთებს. მოკლედ, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ძირითადად Discord-ზე და Roblox-ში იჩენს თავს. Roblox-ზე ახლა ვინც ამ ვიდეოს უყურებს, ყველას ესვენება, მაგრამ Discord-ი არის სამესიჯო აპი, მაგრამ ჩვეულებრივი სამესიჯო აპი არ არის, ძირითადად სათამაშოდ იყენებენ და ასევე ცოტა მეიდება ამის თქმა, მაგრამ პორნოებისთვის იყენებენ. მოკლედ, Discord-ი უნდა გქონდეთ იმათ, ვინც 13 წელზე მაღალი არის, რადგან ბავშვები ჯერ ეგეთიც ვერაფერს ვერ გაუგებენ მანდ და მეორე კიდევ ისე გაუგებენ ინფორმაციას, რომ ისინი ვერ აანალიზებენ. მოკლედ, 764-ის წევრები იპოვებენ Roblox-ის მოთამაშეების ნდობას, ვისაც Discord-ი არ აქვს, აწეინებენ და ფრჩხილებში რომ ვთქვათ, მათთან მეგობრობენ. ხოლო როგორც კი მათ ინფორმაციას გაიგებენ მსხვერპლების, მათ აკეთებინებენ დავალებებს. როგორიც არის მაგალითად თავის დაზიანება, სისხლით სადმე 764-ის დაწერა, ან კი ყველაზე საშიში შიშველი ფოტოების ჩაგდება. მსხვერპლებიც ძალიან შეშინებულები არიან, რადგან გონიათ რა, მართლა ისინი მაგათი ინფო და ძალიან სუსტად გამოიყენებენ, ამას მალე ავხსნი. მოკლედ, 764 ფრჩხილებში შევსვათ სულელი და გამოუცდელ ადამიანებზე მანიპულაციას ახდენენ. ეს ყველაფერი წელს 2025-ში გახმაურდა, მაგრამ მე როგორც ვიცი, ეს დაჯგუფება შეიქმნა 2021-ში. და ეს უცებ ცოტა ნელ-ნელა პოპულარული გახდა რა. და როდესაც მსხვერპლები დაგროვდა, უკვე გავრცელდა ყველგან. ამიტომ, ვინც ამ ვიდეოს უყურებს, ეს ყველაფერი იმაზე დიდი ხანი ხდება, ვიდრე თქვენ გონიათ. მოკლედ, ვიდეოს ბოლოსში ვიტყვი, თუ როგორ უნდა აარიდოთ ამ პრობლემებს თავი ძალიან მარტივად. ხოლო, მოდი ახლა გადავიდეთ მეორე ფაზაზე. მოკლედ, როგორც წეღან თქვი, ამ ყველაფერს Discord-დან იღებენ. Discord-ში ყველაფერს გაგება ძალიან მარტივია. მით უმეტეს თუ გამოცდილი არ არის მსხვერპლი და არის ის თუ რა არის Discord-ი. თუ როგორ ახერხებენ 764-ის წევრები ამ ყველაფრის გაგებას, ახლავე გეტყვით. არსებობს 3 გზა. მოკლედ, პირველი გზა არის ის, რომ მსხვერპლს Discord-ზე აწერია თავისი Facebook-ის უზერი. მაინც არ მჯერა მეგობრებო, ვინც ამას აკეთებს, როგორ ეგება ამ ძველმა ხეებზე მეგობრებო. ამ Facebook-ის გამოყენებით შეუძლია შენი სახე, საცხოვრებელი ადგილი, ვაფშე ყველაფერი გაიგოს და რატო იწერ Discord-ზე და ვიღაც უცხოებთან? მეორე ნაბიჯი უკვე მესმის თუ რატო ეგებიან ხალხი ამ ხეზე, რადგან მსხვერპლს უგზავნიან ყალბ ლინკებს. როგორიც არის მაგალითად, თუ ამ ლინკზე გადახვალ, უფასო რობუქსები გექნება და რაღაც ეგეთები რა. და არა, ლინკი არის გაკეთებული გრავიფი ლინკით, სადაც მსხვერპლი გადადის და 764-ის წევრს მოდის მესიჯი. ნეტა რას იძახის მესიჯი? რა თქმა უნდა, მსხვერპლის ინფოს. თან ხანდახან გაცილებით იმაზე მეტ ინფოს, ვიდრე Facebook-იდან შეუძლია გაიგოს რა. მესამე უკვე არის ყველაზე რთული და აქედან ძალიან ბევრი ინფოს იღებენ, უყურთ მართლა. და სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ მესამეზე გათვალისწინებული მეც არ მაქვს არაფერი, რადგან უკვე მართლა ძალიან რთულია ეგ. რას გულისხმობ? მაგალითად, ერთ-ერთ წევრს აქვს მონაცემთა ბაზა. გამოიყენებენ შენს აკაუნტს, თუნდაც Roblox-ის აკაუნტს და ყველაფერი რაც მიაკავშირე მაგის ინფოს გაიგებენ რა მოკლედ. და ამ ყველაფერს აკეთებენ მონაცემთა ბაზის დახმარებით. მოკლედ, მოდი გადავიდეთ ახლა მესამე ფაზაზე, რადგან მეორე უკვე დასასრულს მიუახლოვდა.
არის თუ არა ყოველივე საშიში? ნუ ზოგიერთს მართლა ფეხებზე ეკიდება, რადგან რა მე ჩემი ინფო რო აქვს და რაღაცები, მაგრამ შენი IP რო ექონდეთ, უკვე ძალიან სახიფათოა. ამას ძალიან მარტივად აგიხსნით. მოკლედ პირველ რიგში იმიტომ, რომ შეიძლება პოლიციაში ყალბი რეპორტები შეიტანონ, რაც უკვე ტელევიზიაში მოისმინეთ რა. გამოიყენებენ ლოკაციას და სპეცრაზმი მოვა სახში შეცდომით და შეიძლება კიდევ ვიღაცას სიცოცხლე გამოასალმოს მანდ. ასევე ყველა სახში იმიტომ არის, რომ IP-ების გამოყენებით შეუძლიათ გათიშონ ინტერნეტი რა. ამიტომ ვისაც ეს ყველაფერი არ ადარდებს, გავთხილებთ, რომ არავის არ მისცეთ თქვენი ინფო, რადგან მართლა ძალიან სახიფათო რამე არის. ზოგი მართლა ისეთი გამოცდილია, რომ შეიძლება ვაფშე დენი გაგიდიშონ. მოდით ეხლა გადავიდეთ მეოთხე ფაზაზე, რადგან მეოთხე ფაზა არის უკვე ძალიან მძიმე. გადავედით ნაწილზე, რომელიც უკვე ტელევიზიამ არ გამოაცხადა და სიმართლე გითხრათ, ჩემთვალ წინ მოხდა ყველაფერი. გარდა იმ ყველაფრისა, რაც პირველ ფაზაში ჩამოვთვალეთ, ასევე ქუჩაში ვანდალიზმსაც აკეთებენ. აი მაგალითად, თავიანთ დისკორდ სერვერში რეკავენ, სტრიმავენ ასევე მანქანებს ლეწავენ, ცეცხლებს უკიდებენ, ფანჯერებსაც ლეწავენ, სახლის ფანჯერებსაც. ეს ყველაფერი მზად მაქვს ვიდეო სახით. ასევე ვიდეოს დასასრულში შეამჩნევთ, რომ პოლიცია ეკიდება ერთ-ერთ წევრს. მოდით ეხლა ჩავთვალოთ ვიდეო და განახებთ მოკლედ. I'm running. Holy fuck. In here, he was hiding in a alleyway. The funny car. This police comes around. Yeah, bro, I wonder why, man. You gotta get very close, bro. Look at that lights. And he came out the alleyway like a dumbass, and then he just started running again. So that's when he clocked on. I'm not gonna lie to you, bro. It's time to give up, man. Yeah, you gotta hide, bro. You gotta hide. You're gonna go hide somewhere, bro. Yo, that car, yo, the car low-key's actually gonna blow up, dog. This is so... Look at the in the chat. There's no way it doesn't blow up, bro. Let's see. No, that shit's blowing up. Yeah. All this stuff in there is blowing, bro. The owner of that shit is definitely crying. Yo, wait, what's the Yo, come, I'm going. You didn't even get the There's There's a a Fed in Fed a fucking car right now just to police everything. Yeah, his name is Final. He's on a call right now.
This is where he got chased. Oh fuck. Yo! Holy shit. Yo, Sandy, like, Sandy! ნუ ხო, ვინც ინგლისური არცით, აგიხსნით ყველაფერს რა. მოკლედ, ტიპმა მანქანა გადაწვა, პოლიციამ დაინახა, გაიქცა, მაგრამ უკან დაბრუნდა და დაიჭირეს. ტიპი რა იდიოტი იყო, უკან დაბრუნდა. მაგრამ ყველაზე სამწუხარო ნაწილი ის იყო, რომ ისიც ახალგაზრდა იყო, 15-16 წლის ბიჭი იყო ის, ვინც 764-ის წევრი იყო და ყველაფერს აზიანებდა Discord-ის live stream-ისთვის და სერვერისთვის, რომ ხალხი გაერთო. ანუ, იცი როგორი სიტუაციაა? ტიპი იყო სახალხო კლოუნი რა მოკლედ. ის რაღაც იდიოტობას აკეთებდა და ხალხს აცინებდა მაგით. ანუ, მას სიამოვნებს ყურადღების ცენტრში ყოფნა, ესე რომ ვთქვათ, ის სიამოვნებს, რომ ხალხს ეცინება და მოწონთ. და კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი არის ის, რომ მისნაირი იმ ჯგუფში ძალიან ბევრი არის. მაგრამ მოვიდა დრო, რომ გადავიდეთ მეხუთე და ბოლო ფაზაზე. მოკლედ, ყველას ძალიან დიდ მადლობას გიხდით, ვინც აქამდე მოვიდა და ბოლომდე უყურა. ამ ბოლო ნაწილში უნდა ვისაუბროთ თუ როგორ უნდა ავედიდოთ ამნაირი პრობლემები. მოკლედ, პირველი ნაბიჯი არის ის, რომ შენი Facebook-ი არავის არ უნდა გაუზიარო, ას Discord-ის სახელით და უნდა დაიყენო, რადგან ეგ ყველაზე მარტივია. მეორე ნაბიჯი არის ის, რომ ლინკები გადაამოწმეს სანამ გადახვალ, ან ვაფშე არ გადახვიდე საერთოდ უცხო ლინკებზე. მაგრამ თუ მაინც გაინტერესებს რა არის, გადადით საიტებზე და ამოწმეთ ლინკები, არის უსაფრთხო თუ არა. და ასევე მშობლებო, თუ მშობლები ხართ რომელიმე და უყურებთ ამ ვიდეოს და გეშინია თქვენი ბავშვის რამე უსაფრთხოება დაიღოს, არსებობს Roblox-ის სეტინგებში parental controls, სადაც შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი ბავშვის ეკრანის ლიმიტი ან მეტიც. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო, მადლობა ყველას ყურებისთვის, აი ძალიან დიდი მადლობა მოკლედ. ეს იყო ყველაფერი რაც უნდა მეთქვა და დროებით.